დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რა სჭირდება ადამიანს? ალბათ იმის გაცნობიერება, რომ თავად ადამიანია და სწორედ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანია, გულისხმობს იმას, რომ მის გარშემოც არიან ადამიანები. და ჩვენი საზომი არის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. ჩვენი განსხვავების მიუხედავად იმის აღიარება, რომ ადამიანია ყველაზე დიდი ფასეულობა ნებისმიერ საზოგადოებაში. ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში და არაფერია აღმატებული ადამიანის სიცოცხლეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ სიცოცხლე ითხოვს ჩვენგან გაცნობიერებულ დამოკიდებულებას და არჩევანს ჯანმრთელობის სასარგებლოდ. ჯანმრთელობა, რომელიც არის მრავალწახნაგიანი და რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ კუჭის ან ფეხის ჯანმრთელობას, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ კეთილდღეობას, ემოციურ ჯანმრთელობას, გარემოს ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია განცდა სულიერი ჯანმრთელობისა და ეს ყველაფერი ითარგმნება კეთილდღეობის ენაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დამატებითი ფაქტორი, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება. მაგრამ აი ამ ჩამონათვალში რა მნიშვნელობა აქვს 3 პუნქტი იქნება, 6 პუნქტი იქნება თუ 8 პუნქტი იქნება. ყველა შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ადამიანზე და ვსაუბრობთ ადამიანურ დამოკიდებულებაზე, სადაც ერთმანეთის მხარდამჭერი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც მიზეზის გამო ჩვენი შესაძლებლობები შეიძლება შეიზღუდოს. და ასეთ შემთხვევაში მე მინდა დღეს, სწორედ დღევანდელ თემასთან კავშირში, კიდევ ერთხელ გაგახსენოთ. მე მესმის თქვენი. ჩვენ დღეს ადამიანის ცხოვრების იმ წესზე გვინდა გესაუბროთ, როდესაც გარკვეული ინფორმაციის აღქმა გვაქვს შეზღუდული და ჩვენ გვჭირდება სამარჯვების გამომუშავება იმისთვის, რომ მოვახერხოთ ადაპტაცია. ჩვენ ამ თემაზე ხშირად საუბრობთ, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია მაგალითად სმენის შეფასება ადრეულ ასაკში და პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, როდესაც ამ შეფასებას სკრინინგი ჰქვია. ამ დეტალებზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად გადაცემის სხვადასხვა ნაწილში და სწორედ უშუალოდ ამ თემაზე ვისაუბრებთ გადაცემის პირველ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. იგი გახლავთ ექიმი ნეონატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ქალბატონი თეონა დევდარიანი. თეონა, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მე ხელთ მაქვს თქვენი წიგნი კოლეგებთან ერთად შექმნილი, რომელიც ეხება სწორედ სმენის დაქვეითებას და სმენის არქონას და მისი ამოცნობის და მართვის შესაძლებლობებს. როდესაც სიტყვა სკრინინგს ვიყენებთ, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებზე ვსაუბრობთ, რომელთა შორის უნდა აღმოვაჩინოთ პრობლემა. რა არის ბავშვებისთვის სმენის შეფასება და რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში სმენის სკრინინგი? რა დიაპაზონს გულისხმობს და რომელი ასაკიდან ბავშვების შეფასებას? მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. დიახ, ძალიან აქტუალური საკითხია, რადგან იცით, რომ ადამიანი გარემოსთან სმენის საშუალებით ამყარებს კავშირს და თუ რაიმე პრობლემა არის ამ ორგანოსთან დაკავშირებით, მაშინ სხვადასხვა პრობლემები იქმნება. მუცლად ყოფნის პერიოდის 20 კვირიდანვე ნაყოფს შეუძლია გაიგოს ბგერები. მას დამახსოვრების უნარიც აქვს. დიახ, შემდეგ, როდესაც ახალშობილი დაიბადება, მას ძალიან სიამოვნებს დედის ხმაც. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე ჩვენ ეს ორგანო გავაკონტროლოთ, თუ რაოდენ კარგად მუშაობს. ხომ არ არის რაიმე თანდაყოლილი პათოლოგია და დაზიანება. აქედან გამომდინარე, საქართველოში დაინერგა ახალშობილთა სმენის სკრინინგი, რომელიც
საქართველოს ბევრ რეგიონს მოიცავს, მაგრამ არა ყველას, სადაც სამშობიაროში კეთდება, კონტროლდება სმენა თუ არის რაიმე თანდაყოლილი პათოლოგია და თანდაყოლილი სმენის დაქვეითება, აი ამისი გამორკვევა ხდება თავიდან. მაგრამ არსებობს შეძენილი სმენის დაქვეითებაც. ერთ სკრინინგს ვაკეთებთ ახალშობილობის პერიოდში, მეორე სკრინინგი უნდა გავაკეთოთ სკოლის პერიოდში, რადგან ხშირ შემთხვევაში სმენის დაქვეითება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. და შემდეგ უკვე სკოლამდელ და სკოლის პერიოდში თუ რაიმე პათოლოგია ან ხშირი რისკები არსებობს ბევრი შეხვდა ბავშვს, შესაძლებელია ამანაც გამოიწვიოს სმენის დაქვეითება. არ არის აუცილებელი მესამე მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება კონდეს მოზარდს. პირველი მეორე ხარისხიც არ არის კარგი, რადგან სმენას მივყავართ მეტყველებამდე. მეტყველებას მივყავართ კოგნიტურ ფუნქციებამდე, რაც არის შემეცნება, დასწავლა, კითხვა, საუბარი. რომ იყოს პირველი მეორე ხარისხის სმენის დაქვეითებაც, ეს ასაკობრივად, აი სკოლამდელ და სკოლის ასაკშიც, ბავშვს ექნება აუცილებლად კოგნიტური პრობლემები. მეტყველებასთან დაკავშირებით და აი ამ კოგნიტურ უნარებთან დაკავშირებით. ამიტომ საჭიროა რომ სკოლაშიც, გარკვეულ კლასებშიც და ასაკშიც, გარკვეულ სამიზნე ჯგუფებშიც გაკეთდეს სმენის სკრინინგი, ანუ გადაკონტროლდეს. დიახ. აი ვინ იქნება, ვინ უნდა იყოს ასეთ დროს, ვინ იგულისხმება სამიზნე ჯგუფში და რა შეცვლის ასეთ შემთხვევაში სკრინინგი? დიახ. სამიზნე ჯგუფში პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ის ბავშვები, რომელთაც მეტყველების პრობლემა გააჩნია. და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც გვხვდებიან ესეთი ბავშვები, ასეთი პრობლემის მქონე ბავშვები. რთულია განსაზღვროთ თუ როდის დაეწყოთ მათ. ანუ თეო დავაზუსტებ, ბავშვი თუ ცუდად მეტყველებს ან ვერ მეტყველებს გამართულად, ჩვენ არ ვიცით მისი სმენის მდგომარეობა, მაგრამ სრულიად საკმარისია მისი მეტყველების ხარვეზი იმისთვის, რომ ვივარაუდოთ ან შევამოწმოთ მისი სმენა. ასევე კოგნიტური უნარები. დიახ. დასწავლა, რასაც შეეხება, კითხვა, თუ ეს კოგნიტური უნარები ბავშვს როგორ აქვს განვითარებული. აი ესეც და ასეთ შემთხვევაში როგორია მოვლენათა გაგრძელება? როდესაც სამშობიაროში აღმოვაჩინეთ პრობლემა, აი თქვენ ბრძანეთ, რომ სამშობიაროშივე ჩატარდა სკრინინგი, მართალია არა მთლიანად საქართველოში, მაგრამ გარკვეულ რეგიონებში ეს უკვე კეთდება. სამშობიაროში ჩატარებულმა სკრინინგმა თავის შედეგებით რა მოგცა და რას შეცვლის ეს ამ ბავშვებისთვის, ვისაც ჩაუტარდა მაგალითად სასკოლო ასაკში სკრინინგი? დიახ. სამშობიაროში ვისაც ჩაუტარდა და მაგალითად გამოუვლინდა სმენის დაქვეითება, მას დროულად უნდა ჩაუტარდეს კოხლეარული იმპლანტაცია. ეს უშველის მათ, რომ მათ დროულად არ ქონდეთ მეტყველების და კოგნიტობის პრობლემები. ეს სიცოცხლის პირველივე ეტაპზე ხდება, ხო? ეს უნდა იყოს წესით უნდა ჩატარდეს კოხლეარული იმპლანტაცია 1 წლამდე ასაკში ორივე სასმენ ორგანოზე. და რაც უფრო სწრაფად ჩატარდება, მით უკეთესია, რადგან ახალშობილის ტვინი არის ძალიან ნეიროპლასტიური. აი ამ ნეიროპლასტიურობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ნეიროპლასტიურობა, რომ თავის ტვინი ადვილად შეიმეცნებს და იღებს ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ინფორმაციას, ვიდრე 3 წლის მერე. ამიტომ კოხლეარული იმპლანტი არის ახალი ტექნოლოგია და არის ერთგვარი იმისათვის არის საჭირო, რომ მან დროულად დაიწყოს მეტყველება და არ ქონდეს კოგნიტური პრობლემები. სმენის ორგანო წარმოადგენს მხოლოდ კარიბჭეს თავის ტვინისაკენ. ჩვენ გვაინტერესებს თუ თავის ტვინის აუდიტორული ცენტრი როგორ განვითარდება.
თარდება და ეს ტექნოლოგიები, რომელიც საბედნიეროდ არსებობს კოხლიარული იმპლანტი და ასევე სასმენი აპარატიც, ხელს უწყობს თავის ტვინის აუდიტორული ცენტრების განვითარებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმპლანტაცია ჩვენს ქვეყანაშიც კეთდება, მაგრამ უნდა დროულად ჩატარდეს ორივე სასმენ ორგანოზე. აი სკოლის მოსწავლის შემთხვევაში როგორ ტაქტიკას ირჩევს უკვე პერსონალის ოჯახის და ასე შემდეგ. თუ სკოლის ასაკის ბავშვთან გავაკეთეთ, ჩავატარეთ სკრინინგი და მასთან დაფიქსირდა სმენის დაქვეითება, მაგალითად პირველი და მეორე დონის სმენის დაქვეითება, მას შეიძლება მხოლოდ სასმენი აპარატი დასჭირდეს და ეს სასმენი აპარატი მას დაეხმარება, რომ სასმენი რისთვის არის საჭირო, ხომ ეს ტექნოლოგიები, რომ ბგერა, რომელიც მოდის გარემოდან, სმენის ორგანოდან მიეწოდოს სათანადოდ თავის ტვინს. და როდესაც ეს არ ხდება, მაშინ უკვე აუცილებლად როცა დარღვეულია, ხო, ეს სისტემა, აუცილებლად ექნება ბავშვს კოგნიტურ უნარებთან დაკავშირებული პრობლემები, ეს იქნება მეტყველება, შემეცნება, კითხვა თუ სხვა. თქვენ ბრძანეთ, რომ სკრინინგი მაგალითად სამშობიარო სახლებში ზოგიერთ რეგიონში უკვე არის. ჩვენ და იმედი ვიქონიოთ, რომ იქნება მთლიანად საქართველოში. ნელ-ნელა მოიცავს. თუმცა სკოლებში არის უკვე სკრინინგი, თეო? ჯერჯერობით სკოლებში არ არის. ჩვენ მეზობელი ქვეყნები გვისწრებენ. წინ არიან უკვე და მათ დანერგეს, მაგალითად სომხეთმა დანერგა სკოლებში სკრინინგი გარკვეულ აი ამ სამიზნე ჯგუფებში და სწორედ ისინიც ხაზს უსვამენ იმას დანერგეს, იმიტომ რომ იქაც არის ბევრი მეტყველების ჩამორჩენა, მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგება სკოლებში გარკვეულ ასაკში და სამიზნე ჯგუფებში ეს სკრინინგი. თეო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა არაჩვეულებრივი წიგნისთვის და დღევანდელი სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს, რაზედაც თქვენ საუბრობდით, შემდეგ შეხვედრაზე, როგორც შედეგების განხილვა, აი ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემა. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი გახლდათ ნეონატოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ქალბატონი თეონა დევდარიანი. მე ჯერ არ გემშვიდობებით, რასაკვირველია, ჩვენი გადაცემა გრძელდება, ჩვენს კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და სწორედ სმენასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, არის დღევანდელი ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სმენამ შეიძლება პირდაპირი კავშირი იქონიოს მეტყველებასთან, შემეცნებასთან და ასე შემდეგ. ამაზე ჩვენ უკვე რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ და შესაბამისად გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრებს წარმოგიდგენთ ქალბატონი ეკა თორთლაძე, რომელიც გახლავთ სმენის ჯანმრთელობის გლობალური კოალიციის სმენის ჯანმრთელობის ადვოკატი საქართველოში და ქალბატონი თეონა გვალია, რომელიც გახლავთ სმენისა და მეტყველების თერაპევტი. დილამშვიდობისა ქალბატონო. უნდა გავამხილო ეკა, რომ თქვენთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს და ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ. თუმცა დღეს სწორედ როგორც ადვოკატს უნდა გკითხოთ. ადვოკატს არა იურიდიული გაგებით ადვოკატს, არამედ ადამიანს, რომელიც სმენის ჯანმრთელობის ინტერესებს იცავს ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, რაშია საჭირო ადვოკატირება და რას გულისხმობს, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ შესავალისთვის. სმენის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირში ადამიანის კეთილდღეობასთან, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და ბედნიერ ცხოვრებასთან, ხო, თუ შეიძლება ესე ძალიან გასაგებად რო ვთქვათ. შესაბამისად, სმენის ჯანმრთელობა აი ეს ადვოკატირების ყველაზე მთავარი მიზანი ხა რაც არის მსოფლიოში არის ის, რომ სმენის ჯანმრთელობა იყოს ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემებში, ქვეყნებში. ამისთვის შრომობთ ჩვენც, ხო? ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი, ვთქვათ, სამიზნე პროგრამა,
თუმცა ამ პროგრამებს ზუსტად ის აკლიათ, რომ საბოლოო ჯამში ეს არ არის მაინც ერთიანად დანახული და ჩართული აი ამ ერთიან საყოველთაო ჯანმრთელობის სისტემაში და ეს ფრაგმენტულად არსებული პროგრამები, მაგალითად ახალშობილთა სმენის სკრინინგი, ხო, რომელიც 2018 წლიდან სავალდებულოა მუშაობს ხარვეზებით. მე იქ უკვე არის წყვეტა იმასთან, თქვა დიაგნოსტირება რამდენად დროულად გამოვლენა პირველ რიგში ხო სკრინინგის მიერ, შემდეგ უკვე დიაგნოსტირება და შემდეგ ჩართვა ადრეულ ჩარევაში, აი სადაც მე ალბათ თეო უფრო დაგვეხმარება. აი ეს წყვეტები სხვა პროგრამას შორის იწვევს იმას, რომ ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან ბავშვები არიან ის ადამიანები, რომლებიც სწავლობენ, ხო? მეტყველებას და მეტყველებას მათ შორის შემეცნებას, ასე ვთქვათ, სამყაროს შემეცნებას, რისთვისაც სმენა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. თუ ბავშვს აქვს სმენის სირთულე, იქ აუცილებლად იქნება მეტყველების სირთულე და ბავშვი თავისით აი ესე ჩვენ ესეთი ტერმინი დავაკვირდეთ, ყურმოკვრით ვერ ისწავლის, ხო, ისევე როგორც მისი სმენის დაზიანების არ მქონე თანატოლი მოახერხებდა ამას და ამიტომ აი ესეთი ზრუნვა მიზანმიმართული ადრეული ჩარევის პროგრამებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მთლიანად მოიცავს ყველაფერს დაწყებული დიაგნოსტიკიდან შემდგომ რეაბილიტაციით, რომელიც შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, ცხოვრების თანმდევი რეაბილიტაცია სხვა ფორმით. ცხოვრების თანმდევი, როდესაც ბრძანეთ, თქვენ იგულისხმებთ ზედამხედველობა, ჩართულობა, მხარდაჭერა მთელი სიცოცხლის მანძილზე, იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხი იყოს მაქსიმალურად გაუმჯობესებული. თუ ჩვენ საუბრობთ სმენასა და მეტყველებას, ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან პრაქტიკულად განუყოფელ ცნებებზე ვსაუბრობთ, დაზარალდება სმენა, ზარალდება მეტყველება და ნებისმიერი სხვა დასწავლითი საკითხი, ამიტომ როდესაც მეტყველების თერაპიას ვიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელწოდებაც ამ თერაპიას ახლა აქვს სმენისა და მეტყველების. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტყველების აღდგენა ასეთ შემთხვევაში მიმართულია სმენის გაუმჯობესებისკენ და უნდა ვთქვათ თავიდანვე, საკმარისია მეტყველების თერაპია წარმოვიდგინოთ ვიწროდ როგორც სიტყვების გამოთქმის გამოსწორება. თუ გაცილებით უფრო დიდი მიზანი აქვს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ძალიან აქტუალური თემაა, ხო? აი სმენის დაქვეითება, პირველი ხილული ნიშანი სმენის დაქვეითების სწორედ ეს არის მისი გავლენა მეტყველებაზე და მისი გავლენა ენაზე, ენის განვითარებაზე. მეტყველებასთან ერთად ენა აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ სწორედ ენა არის ის, რაც შემდეგ კოგნიტიური უნარების და ზოგად განვითარებაზე გაგვიყვანს და ეს ძალიან ხშირად ეშლებათ თვითონ სპეციალისტებსაც, რომლებიც მუშაობენ სმენის სირთულის მქონე ბავშვებთან მეტყველების განვითარების კუთხით და არ უთმობენ ჯეროვან ყურადღებას და დროს სმენის განვითარებას, იმიტომ რომ მეტყველების სირთულეები სმენის სირთულის მქონე ბავშვთან, ხო, თუ არ არის მეტყველების სპეციფიკური დარღვევა, რა თქმა უნდა განპირობებულია სმენის დეფიციტით, სმენის სირთულით. ანუ ჯერ სმენა და სმენა აუცილებლად, იმიტომ რომ სმენა არის პირველი სენსორი, რომლითაც ბავშვი ივითარებს ენას და ივითარებს მეტყველებას. არ არის სმენა, შესაბამისად ემუქრება საფრთხე მეტყველების განვითარებას და ენის განვითარებას. ამიტომ აქედან უნდა დავიწყოთ, ხომ? ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ პირველ რიგში უნდა დავაკომპენსიროთ სმენა, რამდენადაც ეს შესაძლებელია შესაბამისი ტექნოლოგიებით. თუ ოჯახის მიზანი ბავშვთან არის სმენის და მეტყველების განვითარება, როგორც მისი საკომუნიკაციო სისტემის. და ამის შემდეგ, ტექნოლოგიების შემდეგ უკვე შემოდის სმენის განვითარებაზე აქტიური მუშაობა, რეაბილიტაცია და ძალიან ხშირია ასეთ შემთხვევები, როცა ადრეული ჩარევა, კარგი ტექნოლოგია, ოჯახი თანამშრომლობს მომსახურებასთან და ყველა ის სხვა სივრცე, სადაც ბავშვი, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, ერთად მუშაობენ, ხშირად სრულებითაც არ არის საჭირო, მაგალითად ლოგოპედის ან სპეციფიკურად მეტყველების თერაპევტის ჩარევა, სმენაზე მუშაობა იმ სირთულეებს, რაც მეტყველების და ენის კუთხით არის სრულიად აღმოფხრის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუ კი ჩვენ მუშაობთ სმენის სირთულის მქონე ბავშვთან, ენის და მეტყველების განვითარებაზე. არაფრით არ შეიძლება ეს მოხდეს შესაბამისი სპეციალისტის ჩარევით, ვინც კარგად იცის სმენა, კარგად იცის ტექნოლოგია და ამ კუთხით თანამშრომლობენ მნიშვნელოვანია სპეციალისტებს შორის. მე ისევე კას მინდა ვკითხო.
ძალიან ხშირად, როდესაც სმენის გამოსწორებასია საუბარი ბავშვებში, თევნა მისაუბრა პირველივე ბლოკში, რომ თუ სამშობიაროში დადგინდა პრობლემა, ფიქრი იმაზე, რომ აპარატურულად გამოსწორდეს, ტექნოლოგიურად გამოსწორდეს ხარვეზი, ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლის პირველივე წლებში და ეს შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. საკმარისია ძალიან ხშირად, როდესაც სმენის ხარვეზი არის, ოჯახი საკმარისად თulis, რომ გაკეთდა ტექნოლოგიური კორექცია, ანუ გამოსწორდა ტექნოლოგიურად საკითხი, აქ უნდა გავჩერდეთ ადვოკატირება, ამას ნიშნავს ამ ბავშვების სმენის ჯანმრთელობის დაცვა, ნიშნავს, რომ საკმარისი გადაწყვეტილებაა მიღებული. კი ბატონო, კი ეს ერთ-ერთი დიდი სტერეოტიპია, როდესაც ითვლება, რომ ტექნოლოგიური მხარდაჭერა პრობლემას აღმოფხრის. მშობლების შემთხვევაში ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მე ვიტყოდი ის სრულყოფილი მხარდაჭერა, რაც მათ ჭირდებათ, მათ ხომ არ იციან, რასთან აქვთ საქმე. ის ინფორმაცია, რაც უნდა მიიღონ და დახვდნენ, აი ეს სისტემაც ნამდვილად საჭიროებს ჩვენთან გამართვას. და ამ შემთხვევაში ჩვენ, თქვათ, მე პირადად, როგორც მშობელი მათ შორის, სმენის დაქვეითებს მქონე ადამიანის, საკუთარი გამოცდილებით ვთილობთ ხოლმე, რომ აი ეს ინფორმაცია მივიტანოთ მშობელთან. იმიტომ რომ ეს ცდარი დამოკიდებულება ჯერთი სამწუხაროდ მაინც ხდება ხოლმე, რომ ჩარევა აგვიანებს, რატომ? აი ეს ოქროს სტანდარტი, რაც არის მსოფლიო პედიატრიულ აუდიოლოგიაში აღიარებული 1-3-6 სტანდარტი ქვია. ლაპარაკია თვეებზე, ხო? 1 თვის ასაკში მე უკვე სკრინინგით ყველაფერი უნდა ვიცოდე. რომ შესაძლოა დაქვეითებასთან მაქვს საქმე, 3 თვის ასაკში მე ანუ სპეციალისტ გულისხმობ უნდა ვიცოდე, რომ უკვე დიაგნოზი მაქვს და 6 თვე არის უკიდურესი ვადა, როცა ჩარევა უკვე უნდა იყოს, ხო? და ეს ჩარევა მე გულისხმობს ტექნოლოგიას, როდესაც ვლაპარაკობთ, ეს იქნება სასმენი აპარატები, თუ შემდგომ სხვა ტექნოლოგია, იგივე კოხლეარული იმპლანტი, ამას უკვე ჩარევა და მიმდინარეობა და მათ შორის მენამეტყველების თერაპიაც აჩვენებს და ეს არის აბსოლუტურად მულტიდისციპლინური მიდგომა, სადაც რომელიმე ერთი მხარე კი არ არის გადაწყვეტილების მიმღები, არამედ ოჯახის გარშემო, ოჯახზე ცენტრირებული არის ეს პატარა ბავშვის შემთხვევაში, ოჯახის გარშემო არის სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს ამობენ და მშობელიც აქ არის გუნდის აბსოლუტურად სრულყოფილი თანამონაწილე და არა სამწუხაროდ ისეთი მონაწილე, როგორც რაღაც ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გადმოყვა, ხო, სადღაც ინსტიტუციაში რომ მივდივართ, რაღაცას გვეუბნებიან და ის უნდა მივიღოთ როგორც ესეთი არსებული. ამიტომ ეს შეცდომა სამწუხაროდ თავის კვალს ხშირად ტოვებს, როდესაც მშობელი თulis, რომ აი ტექნოლოგია არის, უკვე ყველაფერი თავისთავად უნდა გავითარდეს. და მე კიდევ ერთხელ ეხანაც ვახსენე, რომ ბავშვები სმენას სწავლობენ. როდესაც მათ აქვთ სმენის სირთულე, თავისთავად სამწუხაროდ ეს არ აღმოიფხვრება. და ჩვენ საბოლოო ჯამში ვსაუბრობთ სმენაზე და ვსაუბრობთ თავის ტვინზე, ხო? სმენა ეს არის თავის ტვინის ფუნქცია და ყველაფერი სირთულე საბოლოო ჯამში წარმოიქმნება სწორედ თავის ტვინთან დაკავშირებით და ის გავლენები, რაც თქვენ ახსენეთ, განათლება, შემეცნება, წიგნიერება, მოტორიკა, ყველა უნარი, რაც ბავშვის განვითარებასთან არის დაკავშირებული, საბოლოო ჯამში ფერხდება. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო ქალბატონი ეკა ახლა. მან ახსენა ერთი მხრივ პასუხისმგებლობა, რომელიც არ არის მხოლოდ პროფესიონალთა მხრებზე გადასატანი, რომ პასუხისმგებლობა გულისხმობს გაცნობიერებულ დამოკიდებულებას მშობლების მხრიდანაც, ოჯახის მხრიდანაც და რომ ის აქტიურად ჩაერთოს შვილის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში, ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური და საუკეთესო გადაწყვეტილება თავად შვილისთვის. და როდესაც ჩვენ საუბრობთ თქვათ მართვაზე, მდგომარეობის ზედამხედველობას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბრალდა ქალბატონმა ეკამ
საუბრის დასაწყისშივე მთელი სიცოცხლის მანძილზე. აი თერაპიის ჭრილში რომ შევხედოთ ამ საკითხს. მეტყველების თერაპია სმენის გაუმჯობესებისათვის და სმენისა და მეტყველების ერთდროული გაუმჯობესება. რას ნიშნავს ეს, რომ რაღაც კურსი გაიარა ბავშვმა, გამოასწორა მეტყველება და დავემშვიდობეთ, თუ როგორ მიყვება ეს თერაპია და რამდენად საჭიროა რომ მართლაც გაყვეს ასეთი თერაპია. საუკეთესო არჩევანი რა იქნებოდა ამ პრობლემის მქონე ბავშვებისთვის? კი ბატონო, მეც გავიმეორებ ამას, მთელი სიცოცხლის მანძილზე მხარდაჭერა და რომ მოხდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ არის, რომ აი ბავშვის მთავარი მხარდამჭერი ოჯახი ამ კუთხით იყოს ინფორმირებული, ხო? თქვენ თქვით, რომ აი ვთქვათ, რა არის მთავარი მიზანი თერაპიის, მეტყველების განვითარება, ენის განვითარება, რა თქმა უნდა, ცალსახად კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე ხილული ნიშანი და ყველაზე ასე ვთქვათ, ვერაგი შედეგი რაც შეიძლება დააყენოს მეის დაქვეითება ეს არის, მაგრამ არის ხშირი შემთხვევები ჩვენთან მოდიან ვთქვათ ბავშვები, რომლებიც გადასარევად მეტყველებენ და ძალიან კარგად აქვთ ენა განვითარებული. ვთქვათ, აი გვიან როც ვისთანაც დადგას მეის დაქვეითება, ან პროგრესირდა ნელ-ნელა მეის დაქვეითება და ხშირად უსამართლოდ ითვლება, რომ არ სჭირდებათ ეს რეაბილიტაცია. ამდვილად მეის მეტყველების და ენის განვითარების კუთხით არ სჭირდებათ, მაგრამ ფუნქციონირების, აი სმენით ფუნქციონირების თვალსაზრისით ნამდვილად სჭირდება. აქ რას გულისხმობს ახლა თერაპია, ხო? აი მიყვები სკოლაში, ვთქვათ, ხო, რაც არის მთავარი გარემო ბავშვისთვის განვითარებისთვის. იქ შეხედავ, იქ აკვირდები, როგორ ფუნქციონირებს ბავშვის სმენით, როგორი აკუსტიკური გარემო, რა ტიპის დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, იქნება დამატებითი ტექნოლოგია სჭირდება, იქნება ადგილის სწორად შერჩევა სჭირდება, ხო? უკეთესი ადაპტაციისთვის. რა თქმა უნდა, კი ბატონო, აი ამას მოიცავს მთელი სიცოცხლის მანძილზე მხარდაჭერა და გარდა ამისა, ვთქვათ, რეაბილიტაციაში შედის ასევე ეს რუტინული კვლევები, აუდიოლოგიური კვლევები, ხო? იქნებ დადგეს პერიოდული შეფასება კონკრეტული ტექნოლოგიის მოხმარების პირობებში, იქნებ დადგეს ტრანზიციის აუცილებლობა ერთი ტექნოლოგიიდან მეორე ტექნოლოგიაზე გადასვლის, ხო? მშობელმა ეს არ იცის, მშობელი არც არის ვალდებული რომ იცოდეს, მაგრამ აი მართვის პროცესში, როცა აქტიურად არის მშობელი ჩართული და ეს დირექტიული არ არის ეს თერაპია, ასე ვთქვათ და მე სპეციალისტი ვარ და მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, მე მშობელი ამას ძალიან კარგად მიხვება. შეიძლება შენთან ბავშვი სარეაბილიტაციო ცენტრში დადიოდეს კვირაში 5 დღე, იმიტომ რომ იყოს ამისი საჭიროება ზუსტად ისეთი, ასე ვთქვათ, რთული ისე ჩაბარდნა კონდეს განვითარებაში ენა მეტყველების, მაგრამ შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევაც, როდესაც მოდის შენთან ორ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, მაგრამ აი ეს უწყლეტობა არის, რომ არ გამოგრჩეს სადღაც, რომ სირთული აქვს ბავშვს, ვთქვათ, ხო, მოსმენით ფუნქციონირების კუთხით, ხო? ამდენად ეს არ არის კიდევ ერთხელ ვამბობთ, მხოლოდ ენა მეტყველება, კოგნიცია, ეს არის სმენით ფუნქციონირება, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ინფორმაციასთან, მისაწვდომობასთან, შემდგომ ბავშვის განვითარებასთან, მე უნივერსიტეტი, სამსახური და ასე შემდეგ, ხო? და იმასთან, რაზედაც გალბატონი ეკასაუბრობდა, რომ სმენის ფუნქცია უნდა იყოს დასავლილი და სმენას სწავლობენ. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა გამოიყენა მამბრძანა, რომ სმენას სწავლობენ, იმიტომ რომ მარტო მეტყველებას კი არ სწავლობთ, აქ ლაპარაკია სმენის სწავლას. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცოდნის სახლში გატანება. ამას ამ კითხოს შემაჯამებლად ორივეს გისვამთ. თეო, თქვენ დაიწყეთ პასუხი და შემდეგ ეკა დაასრულებს. შეიძლება თუ არა აი ეს ცოდნა, რომელსაც თქვათ მეტყველების წრთნისთვის, სმენის წრთნისთვის გადის იმ კონკრეტულ გარემოში, გადაიტანოს ზუსტად უწყვეტობის პრინციპით ბინის და საოჯახო გარემოში. ნამდვილად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს ოჯახზე ცენტრირებულ ადრეულ ჩარევაზე, რომ ვთქვათ, ჩვენ ვავითარებთ ისეთ სარეაბილიტაციო მიდგომას, სადაც ოჯახი არა მხოლოდ ზის თერაპიულ სესიაზე, არამედ აქტიურად არის ჩართული. ზოგჯერ აი თერაპევტის პოზიცია ასეთი შეიძლება იყოს, ან როლი სესიაზე, რომ ზის და უბრალოდ აკვირდება ბავშვის და მშობლის ურთიერთობას და იქ შეაქვს რაღაც რეკომენდაციები მშობლისთვის, რომ ეს ყველაფერი წავიდეს სახლის გარემოში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს ბავშვი და მშობელი გახდეს პირველი მასწავლებელი თავისი შვილისთვის.
ექსპერტები ისედაც არიან თავიანთი შვილების და ბევრს ვცოდავთ თერაპევტები, რომ არ ვეკითხებით და არ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას. თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეკას ვეკითხებით და ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოცდილების გაზიარება, იმიტომ რომ მისი ყოველდღიური საქმიანობა არის სხვა ადამიანების მხარდაჭერა, სმენის სირთულეების მქონე ადამიანების ადვოკატირება და როგორც მშობელმა მან ეს გზა გაიარა და ეს ძალიან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ამის გადმოტანა და სად არის ოჯახის მხარდაჭერა აი ამ ადვოკატირებაში, ბავშვის სმენის ჯანმრთელობის დაცვაში. განსაკუთრებით საზოგადოებაში, სადაც სტიგმა მუშაობს, ზოგჯერ დაუნდობელია თანატოლი და ასე შემდეგ. ხო, სამწუხაროდ სმენის დაქვეითება ნამდვილად არის სტიგმის ერთ-ერთი დიდი მსხვერპლი. არა მხოლოდ ჩვენ საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენთანაც არანაკლებია, ხო? და ამას არ აქვს ასაკი. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებთან პირიქით ყველაზე ნაკლებად არის ხოლმე ეს, ხო, ბავშვებს არ აწუხებთ ის ტექნოლოგია პატარა ბავშვებს, რაც აქვთ, აწუხებთ დიდებს და უფრო ხანდაზმულ ადამიანებს. ამიტომ ზუსტად მნიშვნელოვანი არის ისეთი სისტემის შექმნა, რატო დავიწყეთ ჩვენ, რომ ინტეგრირებული სისტემა უნდა იყოს ჯანდაცვაში, სადაც ყველას აქვს განაწილებული როლი. და რეალურად პროფესიული ნაწილით, აი რაც თეომი ლაპარაკა, ხო, აი სმენამეტყველების რეაბილიტაცია, თერაპიული რეაბილიტაცია და ეს არ არის სესია. ეს არის ის, რომ ოჯახს ასწავლო როგორ იცხოვროს მას შემდეგ, რაც მის შვილს დაუდგინდა სმენის დაქვეითების დიაგნოზი. არაფერი, უბრალოდ რაღაცა წესები უნდა შევცვალოთ. ისედაც, როდესაც ადამიანი მშობელი ხდება, იქ წესები იცვლება, ვიცით, ხო? აქ პატარა ნიუანსები გვემატება კიდე და ეს ამის სწავლება არის და არა ის, რომ სადღაც თერაპიაზე დამყავს ბავშვი, ეს არ არის თერაპიის მიზანი. მე ყოველთვის ესე ვუხსნი ხოლმე, რომ ამითი სადღაც აუცილებლად მიხვალ, წინ წახვალ, მაგრამ ეს არ არის ის მოლოდინი, ის შედეგი, რაც შეიძლება დამდგარიყო, ხო? ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა იცხოვროს ისე, როგორც მისი ნებისმიერი ჩვეულებრივი თანატოლი იცხოვრებს და სმენის დაქვეითება არ იყოს მისთვის ტვირთი. ხო? აი ამაზეა ლაპარაკი და ამისთვის ოჯახი არის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი და ოჯახს სჭირდება შესაბამისად მხარდაჭერა და ამიტომ პროფესიული ნაწილი უნდა იყოს ოჯახზე ორიენტირებული, როგორ გავუმარტივოთ, როგორ ვასწავლოთ, რომ ის იქცეს ზუსტად თავისი შვილის საუკეთესო ადვოკატად მერე მთელი ცხოვრების მანძილზე, სანამ ჭირდება. და შვილებს სულ სჭირდებათ გამოცდილება ამას აჩვენებს. ძალიან მნიშვნელოვანია მოვამზადოთ. ჩვენ ხო საუბრობთ ზუსტად ჩვენი შვილებისთვის სამარჯვების გამომუშავებაზე, იმისთვის, რომ მათი სოციალური დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი იმ ცოდნით, რაც დააგროვა უკვე მტკიცებითმა მედიცინამ სხვა დარგებთან ერთად და რისი გაზიარებაც თუნდაც ჩვენი გადაცემიდან დღეს შეგვიძლია საზოგადოებისათვის. დიდი მადლობა ქალბატონებო ჩვენთან სტუმრობისთვის და თანამშრომლობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევეხეთ იმას, როგორ აღვიქვამთ გარემომცველ სამყაროს. რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი გრძნობათა ორგანო და რა ცვლილებებს იწვევს ერთი შეხედვით თითქოს მხოლოდ სმენასთან დაკავშირებული სირთულეები და იმის მიხედვით თუ რამდენად დიდია ჩვენი ცოდნა, ჩვენი მხარდაჭერაც იცვლება და იცვლება ჩვენი დამოკიდებულებაც პრობლემის გადაჭრასთან მიმართებაში. ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები ბრძანდებოდნენ სმენის ჯანმრთელობის გლობალური კოალიციის სმენის ჯანმრთელობის ადვოკატი საქართველოში ქალბატონი ეკა თორთლაძე და სმენისა და მეტყველების თერაპევტი ქალბატონი თეონა გვალია. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებითი რეკომენდაციები ჩვენს გადაცემაში არის აუცილებელი ნაწილი და ეს ეფუძნება იმ კონცეფციას, როდესაც კვებით შუქნიშანს კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან მივყავართ. როდესაც საკვების მრავალფეროვნებაში ჩვენ პოულობთ გასაღებს ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან არსებული პრობლემების მართვისთვის. და ყველა შემთხვევაში რეკომენდაცია არის განსხვავებული. გარკვეული პრინციპების გათვალისწინებით, მაგრამ მაინც განსხვავებული. და არის საერთო სათქმელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს მიუხედავად მისი მდგომარეობისა, სჭირდება რამდენიმე პროდუქტი, რომლის გარეშეც ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია.
მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ წყალზე. თქვენ გახსოვთ ჩვენი დამოკიდებულება წყალთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყოველ გადაცემაში ჩვენ ამას გახსენებთ. წყალი და წყალშემცველი პროდუქტები, როგორც ორგანიზმის შევსების საშუალება. მაშინაც კი, როდესაც წყალი არ გვაქვს ხელთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ მარტო წყალი არ არის სითხის შემავსებელი და წყლის შემავსებელი, რომ საკვები პროდუქტებიდანაც, ყოველდღიური კერძებიდანაც ჩვენ შეგვიძლია წყლის გარკვეული რაოდენობის მიღება, მით უფრო თუ სწორად შევარჩევთ ამ პროდუქტებს. მაგალითად, ცილა, როგორც სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერება და რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის დროსაც და განსაკუთრებული დატვირთვა მას ეძლევა ადამიანის ავადობის დროს. მაგალითად, ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3-ის სახით, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება პრაქტიკულად ჯანმრთელ მდგომარეობაში და უამრავი დაავადების თავიდან აცილებაში დახმარება, თუ მას როგორც ანთების საწინააღმდეგო ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს გამოვიყენებთ. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება საკვები ჯგუფებად აუცილებლად ჩართოთ ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეული, რადგან მისი მოხმარების ნაკლებობა უამრავ არაგადამდებ დაავადებას იწვევს. მაგალითად, ხილის ჩართულობა ან მარცვლეულის და ბურღულეულის გამოყენება. და ეს ყველაფერი გადანაწილებული თეფშზე, სადაც სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ამ პროდუქტებსთან ერთვის საგანგებოდ მინიშნება ცხიმსა და წყალთან დაკავშირებით და ფიზიკური აქტივობის ჩართულობით. როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ცხოვრების წესის ფაქტორებთან შეხამება შეიძლება იყოს გადამწყვეტი, არა უბრალოდ იზოლირებულად კვებაზე საუბარი, არამედ იმის გათვალისწინება, რომ კვება ფიზიკურ აქტივობასთან კავშირშია, რომ კვება და ძილი უნდა განვიხილოთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, გავითვალისწინოთ ადამიანის წონის სტაბილურობა, გავითვალისწინოთ წყლის მოხმარების აუცილებლობა, გავითვალისწინოთ ალკოჰოლის მიმართ ზომიერი დამოკიდებულება, გავითვალისწინოთ ენერგეტიკული სასმელების და ტკბილი სასმელების მოხმარების მიმართ სიფრთხილე, მარილით, შაქრით დატვირთული საკვები პროდუქტების გამოყენების სიფრთხილე, გავითვალისწინოთ ცხიმთან დაკავშირებული რისკები, განსაკუთრებით, როდესაც ნაჯერ ცხიმებზე და ტრანსცხიმებზე ვსაუბრობთ. ეს არის ის ნაწილები ჩვენი ინფორმაციისა, რომელსაც ყოველდღიურად ჯიუტად გიმეორებთ. გიმეორებთ იმიტომ კი არა, რომ როგორც ახალს გთავაზობთ, არამედ ცოდნას, რომელიც ყოველდღე უნდა განვამტკიცოთ. ასე ვიქცეოდით მრავალი წლის წინ, როდესაც პირველად წყალზე დავიწყე საუბარი. როდესაც ამა თუ ინფორმაციას ჯიუტად ყოველდღიურად და ყოველწლიურად გიმეორებდით. დღეს მე ვხედავ, რომ ამან თავისი შედეგები გამოიღო. დღევანდელი საზოგადოება კვებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულად ინფორმირებულია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ როდესაც დღეს უნდა კვებაზე ვისაუბროთ, მე მინდა გაგახსენოთ მთავარი. დიახ, კვება არის რთული პროცესი, სადაც საჭირის მომნელებელ სისტემას უზარმაზარი, გადამწყვეტი როლი აქვს მრავალ სხვა სისტემასთან ერთად, რა თქმა უნდა, თითქოს მოულოდნელ აჩხელს, მაგრამ ჩვენი ორგანიზმის ყველა სისტემა ჩართულია კვების პროცესში, მათ შორის ნერვული სისტემა, გრძნობათა ორგანოები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ მეტყველება ასევე დაკავშირებულია პირის ღრუსთან, პირის აპარატთან, იმ კუნთოვან სისტემასთან, რომელიც შესაძლოა ძალიან ეფექტიანად გამოვიყენოთ კვების დროსაც, გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მეტყველებისა და კვების კავშირზე. უფრო მეტიც, მე ამას გულწრფელად გეუბნებით საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე. კვებისათვის, წარმატებული კვებისთვის ჩვენ გვჭირდება მეტყველება. ჩვენი მეტყველების შენარჩუნება შეიძლება აღმოჩნდეს უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი პირით კვების შენარჩუნებისთვის. ჩვენი გამართული მეტყველება, ჩვენი სწორი ფორმირება ფრაზების, ამა თუ იმ ბგერების თავისთავად შეიძლება იყოს განაპირობებელი იმისა, რომ ადამიანი დიდხანს შეინარჩუნებს პირით მეტყველებას, პირით კვებას. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, რომ მისი მეტყველების ჩამოყალიბება
შეიძლება იყოს დამოკიდებული იმ საკვებზე, რომელსაც ჩვენ თავაზობთ, იმ კვების მოდელზე, რომელსაც ჩვენ მას თავაზობთ. მოდით შევხედოთ თანამედროვე მშობლის თვალით, როგორ ვუადვილებთ ჩვენ შვილებს კვებას, როგორ კომფორტულად ვხდით მათ კვებას. მაგალითად, უკიდურესად ვაქუცმაცებთ საკვებს, ანუ ძალიან წვრილად დაჭრილს, გამზადებულს, არა უბრალოდ უკმებად, არამედ პატარა ნაკუწებად ვთავაზობთ პატარებს. ჩვენი ხელით ვთავაზობთ და ვცდილობთ მათზე განსაკუთრებული ზრუნვა გამოვხატოთ. როგორ ვიქცევით, როდესაც ჩვენ გვინდა კიდევ უფრო გავუადვილოთ, ერთგვაროვან მასად ვაქცევთ, დავაბლენდერებთ, სმუზად ჩამოვაყალიბებთ, ფაფად ვაქცევთ, პიურედ ვაქცევთ, კრემსუპად ვაქცევთ, ასე ვიქცევით სისტემატურად. და არის თუ არა ეს გავლენის მქონე ბავშვის ჯანმრთელობაზე. ბავშვის მეტყველებაზე აღმოჩნდა, რომ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ პროდუქტების, ჩემს უკან რომ არის ჩაკბეჭა, ჩახრამუნება, დაღეჭვა და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ბავშვმა დაღეჭა ეს პროდუქტები, მან საკმაოდ დიდი შრომა დახარჯა, კონკრეტული კუნთები მოიყვანა მოქმედებაში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურა ის აპარატი, რომელიც მეტყველებაში ძალიან დაეხმარება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ შევურჩიოთ ჩვენ შვილებს ხანგრძლივი მოხმარებისათვის, თუნდაც მცირე ასაკში ჭურჭელი, ჩვენ ხშირად ვარჩევთ ხოლმე მაქსიმალურად ადაპტირებულს პროდუქტებს, რომელიც გაუადვილებს, უბრალოდ ინსტრუმენტებს, ჭურჭელს, რომელიც გაუადვილებს საკვების მიღებას. არა და ბევრად უფრო წინდახედული იქნება ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც მივცემთ ჩვეულებრივ ოჯახში მოსახმარ ჭურჭელს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ადაპტაციური ელემენტები, მაგრამ თანდათანობით გადავალთ ისეთ პროდუქტებზე, ისეთ ჭურჭელზე, ისეთ დამხმარე საშუალებებზე, რომელიც მათ მისცემს საშუალებას საკვები აქციონ ლუკმა ჩაიდონ პირში, დაღეჭონ, გადაამუშავონ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უბრალოდ დაღეჭვასთან ერთად მოკბეჭა გამოიყენონ და აი ამ აქციების, აი ამ მოქმედებების ერთობლიობა ქმნის იმ ცოდნას, იმ წვრთნას აყალიბებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეტყველებისათვის, პატარებისათვის მნიშვნელოვანია პროდუქტების ისე შერჩევა და საკვების ისე შერჩევა, რომელიც სწორ მეტყველებას ჩამოუყალიბებს, ხანდაზმულებისთვის მაქსიმალურად შენარჩუნება მეტყველებისა, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ პირით კვება. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.